თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მხატვრის გიორგი მაღრაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. განთიადმა გიორგის შემოქმედება მაყურებელს რამდენიმე თვის წინ გააცნო. გიორგი მხატვა 5 წლიდან დაიწყო. ამჟამად იგი ხატავს ყველაფერს: ნატურმორტს, პორტრეტს, პეიზაჟს, განსაკუთრებით კი მის ნამუშევრებში მოხუცების პორტრეტები ჭარბობს. 20 წლის მხატვარმა საზოგადოებას თავისი ნამუშევრების სოციალური ქსელის მეშვეობით გააცნო. მე გიორგის ნახატების შესახებ სოციალურ ქსელზე შევიტყვი თავდაპირველად, სადაც ელექტრონული ვერსიები იყო განთავსებული. საკმაოდ მომეწონა, იმიტომ რომ ახალგაზრდა მხატვარია, საკმაოდ რეალისტურად ხედავს ამ ყველაფერს, სურათებზეც ნათლად ჩანს, საკმაოდ ღია ფერებში, ანუ რეალურ ბუნებასთან აქვს დაკავშირებული, როგორც ნატურმორტები, ასევე უკრაინაზეც აქვს დღევანდელი დღეებიდან გამომდინარე დახატული. გადავწყვიტე მოსულიყო და უფრო ახლოს მინდა და გამეცნო გიორგის შემოქმედება და თვითონ გიორგი. ვფიქრობ, რომ უფრო დიდი გამოფენები ექნება ამ ადამიანს. გამოფენაზე ყველა ის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც გიორგიმ ბოლო წლის განმავლობაში შეასრულა. უახლესი ნახატი კი უწმინდესის პორტრეტია, რისი ხატვაც რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ეს არის ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. ძირითადად თემატიკა არ გვაქვს, არის გამოფენა არის უსათაურო, მაგრამ წარდგენილი არის ძირითადად პორტრეტები, პეიზაჟებიც არის და ნატურმორტებიც. ყველაზე ძველი ნახატი არის მოხუცის პორტრეტი, ჩემი პირველი პორტრეტი, რომელიც აქ არის გამოფენა. ახალგაზრდა მხატვარს ძირითადად ფერწერა და გრაფიკა იტაცებს. ეს გიორგისთვის პირველი გამოფენა იყო. იგი უახლოეს მომავალში კიდევ გეგმავს საზოგადოებისთვის ნამუშევრების წარდგენას, რისთვისაც მომზადებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.